შევიდან იმასაც რა ქვია, დასაც არავის საქმიანი და ჩარევა იქ. თქვენი აზრით, ვინ არის მსხვერპლი ამ სცენაში? მარტო მეუღლე და ბავშვი. ბავშვი თავისთავად, ბავშვი ყველაზე მეტი ზეწოლა მიდის ბავშვზე. ბავშვი ძალიან ცოდვაა, იმიტომ რომ ბავშვის ფსიქიკა ხო? აი მაგდენს ვერ როგორ თქვა, ვერ გაწუდება რა და ბავშვის ფსიქიკაზე კიდე ძალიან ბევრი რაღაც მოქმედებს და ამიტომ ყოველთვის ჯობია რომ ცოლ-ქმარმა იცხოვროს ცალკე და აი წარმოდგენის მიზანი მიღწეულია. მაყურებელი პოლემიკაში ერთვება, საკუთარ აზრს გამოთქვამს, უფრო მეტიც ახალგაზრდა გოგონა ითხოვს თავად შეასრულოს მსხვერპლის როლი და ამით აუდიტორიას თავის ხედვას თავაზობს. ეხლა დავიწყოთ თეონა შეეცდება რომ მეუღლემ დაარეგულიროს სიტუაცია და არ მივიდეს ძალადობამდე და დავიწყოთ იქედან როცა მეუღლე მოდის სახლში ბრუნდება სამსახურით. ფორუმ თეატრის ერთ-ერთი მიზანი, ანუ იმ მიზანთაგან ერთ-ერთი მიზანი არის ის რომ დაიწყოს ფიქრი. Люди, которые смотрят и которые участвуют вот в этом форум-театре, у них, может быть, как нигде, есть такая возможность проиграть эту ситуацию, проиграть ее как бы в жизни. მაყურებელმა იგრძნოს თავი შენიანად, ის მან ჩათვალოს, რომ შენ არ ახარ ვიღაც მოსული, რომელიც რაღაცას ურჩევ და რაღაცაზე არ იგებ, იცი რა ესე არ გავაკეთო არა. ძალიან იგვიანია. მაშინ მე დავჭდები სახში და შენ წადი და ემუშავე. ფორუმ თეატრის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაყურებლის სიმრავლე აქციის ხარისხს არ განსაზღვრავს. მსახიობებისა და პროექტის ავტორებისათვის ადამიანების რაოდენობაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მათი კამათში ჩართულობა და სპექტაკლში მონაწილეობის სურვილია. Форум-театр, он не предполагает подмозгов театральных. Форум-театр – это такой вот мобильный театр на колесах. Поэтому наша группа молодых девочек и мальчиков, которые разъезжают по всей Западной Грузии. Мы предложили им писать сценарий самим. მთავარი მოთხოვნილება სცენების დაწერის დროს არის ის, რომ ზუსტად იყოს რეალობიდან აღებული ფაქტები თვითონ. И когда они принесли первые работы свои, честно говоря, вот я была сражена. თვითონ იდეების მოფიქრება ამ შემთხვევებზე სამწუხაროდ ძალიან იოლია, იმიტომ რომ ყოველ фехის ნაბიჯზე მოისმენ ძალადობის ამა თუ იმ შემთხვევაზე და ამა თუ იმ ფორმაზე. Такого страшного насилия, которое они принесли, я вот, в общем-то, удивилась, думаю, ну откуда эта молодежь видит такое? რამდენიმე დღეში იგივე წარმოდგენა ახალგაზრდულმა ფორუმ თეატრმა ქუთაისის ცენტრში გამართა. სპექტაკლმა სხვადასხვა ასაკის მოქალაქეების ყურადღება მიიპყრო. თითქმის ყველგან მაყურებელი წარმოდგენაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს და სცენარსაც უკომპლექსოდ ცვლის. შეხედე რას გავს? ძალადობა სკოლაში. სპექტაკლის მეორე ნაწილის თემაა. ოიცე, ხარ თქვა ესეც მოდისო დაბადების დღეზე. არა, გოგო, ამას ჩვენთან ერთად რა უნდა? მე ამასთან ერთად არ წამოვა. გოგონა ღარიბი ოჯახიდან მეგობრების დაცვის ობიექტად იქცა. მოსწავლე, რომელსაც თანაკლასელები ჩაგრავენ, თავს ცივი იარაღით იცავს. მეტი გამოსავალი ესეთ სიტუაციას, როდესაც ესე მივა საქმე უკვე რომ გცემენ და გაგიშვენ, ხო გაჩმორებ რომ გაგიშვებენ და ხვალ მოიტანეო. ეხა ყველა ბიჭი დღესდღეობით ესე იზამს რომ ადგება მეორე დღეს და თუ ბიჭებს არა იყვას და თუ მარტო მივა ამოიღებს და დაარტყავს ხო დანა. დამრიგებელი დიდ როლს თამაშობს. თავისუფლად შეუძლია მშობელთა კრება მოიწვიოს ბავშვებთან და მშობლებთან ერთად და როც დამენახა მაგნაირ რაღაცა ხო ბავშვებს ორის კინკლავი და რაღაცა ჩავდგებოდი შუაში და ყოველ შემთხვევაში იმხელა ის მაგ ავტორიტეტი რომ გავაშველებდი. ეს შენ თქვენ ამხელა ავტორიტეტი ხო მაგრამ ზოგს არა. ყოველ შემთხვევაში ხო არა. ასეთი გამოსავალი შეიძლება თქვი ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა. მაგრამ მას მოვარდა და დანაეტაკა. იმას რაღაც ქონდა იქ სისხლში მაინც ასეთი მიდრეკილება. თუ არა ასე უცებ ის დანას ვერ არ გაუკვირ. Показана сцена случая насилия в школе, и один мальчик вышел и сказал, что я через это прошел. И я был, так сказать, очень близок к тому, чтобы покончить жизнь самоубийством.
Но я смог как-то это преодолеть, и я хочу сейчас показать, как я вот в жизни использовал вот какие моменты. И он проиграл эти сцены. Это было, ну, я не знаю, это было замечательно. საინტერესო ფორმა და იმითი რომ ასეთი რაღაცები რომ კეთდება ძალიან კარგია და იქნებ ჩვენი ახალგაზრდები მივაქციოთ ყურადღება და ამ კონფლიქტებიდან და ემიდან დავიცვათ და გადავარჩინოთ, რაღაც გავაკეთოთ ისე რომ გადავარჩინოთ ეს ჩვენი ახალგაზრდობა. ახალგაზრდობა თავს ხუთი ერთად რომ იყოს, მაიცოდო იქ რაღაც სუდი რაღაცა ხდება. რამაც მიიყვანა ჩვენი საქართველოში ამდენი მკვლელობა და რამდენი ბავშვი შეეწირა სკოლაში განისტარებას. მსჯელობას ყოველთვის მოყვება გარკვეული ქცევა. მას სადამე აუცილებელი არის ესეთი რაღაც მოხდეს, იმიტომ რომ ადამიანს უნდა გავს რაღაც აზროვნებას. ხედავს რომ ეს ცუდია, ეს კარგია. ბევრს არ შეუძლია რომ გააქციოს ცუდი და კარგი. მე მგონი ეს აუცილებლად უნდა ჩატარდეს და აუცილებელია ჩემი აზრით. დავეთანხმები გიორგის, რომ ეს მეტად აფიქრებს ადამიანს ამა თუ იმ საკითხზე და შესაძლებელია უფრო ასეთმა ღონისძიებებმა შესაძლებელია მიიქციოს ესეთი ადამიანების ყურადღება, რომლებიც აი თუნდაც ის გოგოები იყვნენ, რომლებიც დასცინოდნენ და თავიანთი თავებს როცა დაინახავენ იმათში, ალბათ, რა ვიცი, შეეცდებიან, რომ თვითონაც გამოასწორონ, როგორი არ არის ლამაზი მათ საქციელი. ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რომ ესე დაინახოს ხალხმა ესეთი სიტუაციები და გადაგვარდეს ესეთი სიტუაციები და ძალადობა გადავიდეს. შეიძლება ეს მაგალითი ჩვენ დავინახოთ, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც შეიძლება ჩვენ მოგვივიდეს ეს მაგალითი, ხო სხვანაირად მოვიქცეთ. ახალგაზრდული ფორუმ თეატრი ფონდ სოხუმის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. ორგანიზაციის წევრები არ ისახავენ მიზნად ძალადობის პრობლემის გადაჭრას, თუმცა მიაჩნიათ, რომ ამ თემაზე აუცილებელია საზოგადოებაში მსჯელობა ღიად დაიწყოს. ფორუმ თეატრის მეშვეობით მოქალაქეებთან პრობლემებზე პირისპირ საუბარია შესაძლებელი. Когда я посмотрела результаты анализа 2009 года, я сначала испугалась, потому что насилие выросло в 2 раза. То есть вот в этих анкетах люди стали говорить о том, что насилие стало больше. Я сначала была думаю, ничего себе, столько работаем, столько уже, так сказать, делается со всех сторон, а насилие вдруг выросло. Что это такое? Что за взрыв насилия? Потом стали дальше анализировать и потом поняли, что это не насилие выросло, что это общество стало более открыто говорить об этой проблеме. კიდევ ერთი სპექტაკლი ღია ცის ქვეშ დასრულდა. ფორუმ თეატრის დასის წევრები ახალ სცენარზე მუშაობენ. თავის დროზე რო არ აღიკვეთება, მით უარი ინცესტი რომ მოხდა, ეხლა და ბავშვი რო არის და ის 20 წლიანზე მიდის ის 14-იანზე და ხო და ეგ მოხუცებულზე ძალიან ხშირია, გაიგე საქართველოს რომ მოხუცებულიო მარტო ხელა როა. რამდენი არის ფაქტი რომ მიიყვანენ და აბარებენ, იმიტომ რომ ეხლა მემკვიდრეობის გამოაკეთებს, ზოგი რაღაცის გამოაკეთებს, ზოგი რაღაცის და ძალადობის ფაქტების მოძიებას განსაკუთრებული ფანტაზია არ სჭირდება. სამწუხაროდ მათი დანახვა ოჯახში, სკოლაში, სამსახურში თითქმის ყოველდღიურადაა შესაძლებელი. მსახიობებმა იციან, რომ მათთვის მთავარია კონფლიქტის ასახვა და კულმინაციამდე მიყვანა. პრობლემის გადაჭრა ჯერ სცენაზე, შემდეგ კი ცხოვრებაში აუდიტორიის ამოცანაა. ფორუმ თეატრის მთავარი იდეაა დაარწმუნოს ადამიანები, რომ უმეტეს შემთხვევაში ცხოვრების გაუმჯობესება მათზეა დამოკიდებული.